გარუსებაზე აწერთ ხეთ, გაარაბებაზე, გადედის ტყონაზე თუ რაზე აწერთ ხელს მე არ ვიცი, მაგრამ დედის პროჭს რო გაგინებს ხალხი ეგ მაინც შეირგეთ და ნუღარ მიედა მოედებით და დაანებეთ ამ ნატოს და ევროპას თავი არსად შემსვლელები თქვენ არა ხართ. თქვენაირი განდონები რო იცხოვრებენ. ქოცებისნაირი განდონები რო იცხოვრებენ ქვეყანაში იმას არ მიიღებენ არც ნატოში და არც ევროკავშირში. ევროკავშირში და ნატოში უნდათ მოკავშირეებინ, მტრები კი არა და თქვენ ხართ რუსის განდონები და რუსის განდონებს იქ არ მიიღებენ. მორჩა და გათავდა. Всё, დამთავრებული ბაზარი გაქვთ. დაივიწყეთ ევროპიდან, კანფეტები და ამერიკიდან. ევროპიდან და ამერიკიდან ნაწილ კლიპურტები წამოვა. კანფეტები აღარ წამოვა. გამოდით და თქვით რა, ნუღარ მიედა მოედებით და იმ რაღაც სისულელებს ნუ ლაპარაკობთ რა. გამოდით და თქვით რომ ოვაჩკა მოგცა ფული და ვყიდით საქართველოს. всё რა, თორევის ისე ვერ ავხვდებით ახლა ჩვენ დებილები ვართ რა. გამოყლებულებო. ეგ 2012 წლიდან ვიცოდი მე და ჩემზე კარგად კიდე სხვებმაც იცოდნენ უფრო. და ძალიან კარგადაც ხვდებოდნენ სულ ყველა, მაგრამ სულ ყველა ვერ იდებოდით ამაზე ლაპარაკს, რომ იქნებ ესი არა, იქნებ ასე. ხო, კიდე ვერ იდებით მე თითქმის 20 დაძმა მყავს. ხო იცით რა დატვირთვა აქვს საქართველოში, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი. და ძმა მყავს იგივე, ერთი დედის მუცლიდან არ ვარ დაბადებული, მაგრამ იგივე ჩემი სისხლი და ხორცია, და ძმა. ზოგს დედა რუსი ყავს, ზოგს მამა რუსი ყავს, საქართველოში ცხოვრობდით ყველა, საქართველო გვიყვარს ყველას. ზოგს ისია, ზოგს ესე ნუ ამბობ იმას დედა რუსი ყავს, იმას ცოლი რუსი ყავს, ამას ქმარი რუსი ყავს და რა ვქნათ ახლა? ან აფხაზი, ან ოსი, ან რუსი მოერი და საქართველოს? რომ არ გაეკეთებინათ ის რაც გააკეთეს? არავინ არ მოგვერიდა ჩვენ, გადაგვიარეს და გადმოგვიარეს სულ ყველა. ჩვენ კიდე ეს არ შეიძლება და ის არ აი ახლა რასაც ვაკეთებთ, ეგ არ შეიძლება. თორე სააკაშვილმა რაც გააკეთა, ეგ შეიძლება. მტერს და ღორებს უნდა გაუსწორდეთ, თორე გავქრებით. всё, მოიშლება ყველაფერი. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომის დაშვება, რამდენჯერ შეიძლება მტერთან ზავის დადება, ვეღარ გაუძლებს ეს ჩვენი ქვეყანა, всё. ეხლა ახალი სათამაშო გაგიჩნდათ ინდუსები და პაკისტანელები და ჩინელები და ფულიანი არაბები და ფეხებზე არ კიდიათ ფულს საიდან იშოვით? თქვენი კარგი სტრაკი მოტყან, ქოცი დებილი დედა მოტყან თქვენი, ააშენეთ უფასოდ სახლები, ამდენი ფულები რო გაქვს არ შენახული. და ამერიკიდან, ევროპიდან და რუსეთიდან და ფერეიდანიდან დაუძახეთ ქართველებს და დაურიგეთ სახლები, თქვენი დედა მოტყან მე, კომუნისტები არ იგებდნენ სახლებს. თქვენ რა ყლებჭით, თქვენი დედას შევეცი მე. დედას პიცა ვარ უკვე დავიწყებ იქ, რომ ის კომუნისტები უფრო კაი ტიპები იყვნენ, თო? იმათაც მოუწყნეს საქართველოს თავიდან ბოლომდე სულ აანგრიეს და დაანგრიეს, მაგრამ ერთი დედამოტყნული, მეორე დედამოტყნულის თუ ჯობია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ორივე მაინც დედამოტყნულები ხართ. ხო და ნუ რა ვქნათ ახლა? ჩვენ არავინ არ მოგვერიდა, ჩვენ ყველამ გადაგვიარა და ჩვენ ყველას უნდა მოვერიდოთ. არა, ეს არ თქვა, ეს არ შეიძლება. ხო, არ შეიძლება, ხო. არ შეიძლება შენ მოქალაქეს მიუვარდე და გაუსწორდე იმის გამო, რომ შენ ქართველი არ ხარ. მაგრამ ის რას აკეთებს? ის მოვარდა და შენ ხარ ქართველიო, მონკლა და გამომაგდო სახლიდან. გაეთრიეთ აქიდან, ჩემიაო. და თქვენ ბოდიშების მოხდას დაიწყეთ და რაღაცას ყლეპროჭაო და მოგიტყანთ დედის ტრაკი მე თქვენ რა. ღამის ბრიფინგია, ქოცებო, მოგიტყანთ დედის ტრაკი სუყველას რა, სუყველას. ვინც დამავიწყდა და ვერ ვიხსენებ, იმასაც მოუტყან დედის ტრაკი რა. საქართველოს გაუმარჯოს. უკრაინას გაუმარჯოს და ამერიკას გაუმარჯოს. ქოცებო, მოგიტყანთ
ჯიში და ჯილაკი. შემოძმებო და დებო. კარგია გინება რომ არ მოგწონთ. არც მე არ მომწონს. ბავშვმა შეიძლება მოგისმინოს. რატო იგინება იკითხო? სამწუხაროდ ისეთი დრო არის მოსული, რომ შეიძლება არ უნდა ვიძახოდეთ ამას, მაგრამ იმ ბავშვს შეუძლია მობილური გახსნას და ინტერნეტი ქუჩაში ყრია ვაშლებივით, რაც უნდა იმას უყუროს და რაც უნდა ის ნახოს. საშინელებაა ეს, მაგრამ ნუ ეგრეა რა. ხო და რამდენჯერ მითქვია, ბიჭო, თუ არ მოგწონს ჩემი გინება, გამბლოკე და წადი რა. შენი გამოყალებული თავის საქმე არ არის, მე შევიგინები თუ არა. მე ჩემ კარგზე და ცუდზე მე თვითონ ვაგებ პასუხს და თუ არ მოგწონს გააჯვი და კოცი თუ ხარ და გულზე მოხვდა შენი კოცი დედაც მოთხარ მაშინ რა. მეტი რა გიყო ძმაო. ჩემი გინება, ბიჭო, სამშობლოსავ კარგავთ, რა გინება, გინება, არაფერი არა, რამდენჯერ თქვა, ბიჭო. რა გინება თვალწინ სამშობლოს თქვენ შედედა მოწყნულო კალაძე რო ხალხ შეურაცხყოფას აყენებს და ის დედა მოწყნული ის პრეზიდენტია და იმას წერილებს და ეუბნები რომ არ შეიგინოს. თქვენი კოცი დედა მოწყან. შევიგინები კი არა, ხუჯერ ჩავწერე, ხო უფრო მეც ჩავწერ გინებას და უფრო მეჯერ შეგაგინებ თქვენი დედამ. სხვა გამოსავალი არ არის. აბა რა ვქნა, ავტომატი ავიღო და დაგერიოთ. მაგის გამკეთებელი მე არა ვარ. თქვენ ხართ, ვიცი. თქვენ ავტომატი აიღეთ კიდეც და დაერიეთ კიდეც, ხართ და დათხარეთ კიდეც თვალები და რასაც გინდა იმას აკეთებ და კაცი გამგებელი არ აკავთ. თქვენი დამპალი დედა მოტყან მე. ამხელა კაცი ხარ, რას იგინები? შენი ტრაკის საქმე არა, ამხელა ვარ თუ იმხელა ვარ. წადი შენ საქმეებს მიხედე და თუ პირადად შენ მოხვდა ჩემი გინება, უნდა შეირგო, იმიტომ რომ კოცი ხარ. სამშობლოს ყიდი, ქართველებს ხოცავ, წემ, კლავ. და თუ მოხვდა გულზე და თუ ეგეთი ხარ, შენი დედა მოტყან, კაკრა შენ გაგინებ და ძალიან კაი თუ მოხვდა 10-იანში რა. მოგიტყანთ კოცებო დედის ტრაკი. ტყუილა ირჯებით, ტყუილა მწერთ ამ სისულელეებს, ნუ იგინები. ახლა რო არ ვიგინებო, თქვენ დამიწყეთ გინება, თქვენ დაიწყეთ ხალხის შეურაცხყოფა, მე არ დამიწყია. და სანამ თქვენ არსებობთ, დედის ტყნა და მამის შიმშილი არავინ არ უნდა მოგაკლოთ რა. იმიტომ რომ ნაბოზრები, ჩათლახები და გოთვერნები ხართ და სულ ფეხებზე მკიდია ვის გეწყინებათ და ვის არა რა. დედას შევეცი მე თქვენი სამშობლოს რო ყიდიან, მაგი არ გაღიზიანებ, ჩემი გინება გაღიზიანე. რას მიყურებ მე დამბლოკე და всё. მაგრამ ერთხელ თქვი და კი გაინტერესებთ და იმიტომ მიყურებთ რა, რომ აბა როდემდე გაგძელდება. მე კინუ ჩემის გინება ჩემი გინება ხვალვე შეწყდება ხოცები რო აღარ იქნებიან. ის და იმას უყურეთ ინტერესით, ის ნაბიჭოვარი რას გიკეთებთ. დაყლეებულებო თქვენ 2 კაპიკი გაგიჩინა ჯიბეში და ქვეყანა გაყიდეთ ბლიანი. თქვენი კოცი დედა მოტყან მე. ნახუიზე წადით. დავაი, კოცებო.